29 ივნისი 2018 წელი. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს მესამე კურსელი საიტის ჟურნალისტი მარიამ თოფაშვილი უკვე ჩემს საოცნებო ქალაქ პარიზში იმყოფები ტელევიზიის გადამღებ ჯგუფთან ერთად. ჩვენი პირველი პარიზული გასეირნება იყო ეიფელის კოშკთან, რომელიც ქალაქ პარიზის სავიზიტო ბარათია. ბუნებით ვარ მოგზაური და ჩემი ტელევიზია ცხელს მიწყობს ამაში. ჯერ იყო ბაქო ორჯერ, შემდეგ დავიწყარი მოგზაურობა წმინდა მიწაზე და ახლა ჩემი საოცნებო პარიზი. პარიზი. ეს არის ქალაქი, რომელიც მე მგონი გულგრილს არ ავისტოვებს. მისი ქუჩები, სახლები, მოსახლეობა. ეს ყველაფერი ჩემზე უდიდეს შთაბეჭდილებებს ტოვებს. ვათვალიერებ ყველას და ყველაფერს, დიდი განცდით და ემოციით. ხვდები თუ რა ბედნიერი ვარ, რადგან აქ ვარ. ეს არის ქალაქი, სადაც ყველა გაღიმებულია, ბედნიერია და ტკბება ცხოვრებით. ერთი სული მოქვს დავათვალიერო ვერსალის სასახლე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ლუვრის მუზეუმი, ლუქსემბურგის ბაღი, საკრე კიორის ტაძარი. გავისეირნო შანზელიზეს ულამაზეს ქუჩებში და ვნახო ღამის პარიზი. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მე პარიზი მიყვარს, ეს არის ქალაქი, რომელიც უამრავ ხელოვანს აქვს აღწერილი. ისე ლამაზად, რომ ნახატების ნახვის შემდეგ შეუძლებელია ადამიანს აკუთვნა არ მომდეს. ამ მოხვედრაზე ძალიან ბევრი ადამიანი ოცნობს, ვისაც უყვარს ცხოვრების აქტიური სტილი, დახვეწილად ჩაცმა, ხელოვნება. ჯერ რომ მეც ვქნები მომავალში ამ ქალაქის ხშირი სტუმარი. ახლა კი დროებით დაგემშვიდობები. შევეცდები მხიარული განწყობით მოგიბრძოლოთ საინტერესო სიუჟეტები და დაუსწრებლად გამოგზაუროთ პარიზში. გვიყურით!